ნორდოზი, კიფოზი, სკოლიოზი, რეტიფიკაცია. ამ ვიდეოში მე გაჩვენებ, როგორ გააუმჯობესო შენი პოზა რამდენიმე წუთში. გასწავლი სპეციალურ ვარჯიშებს, რომლებიც დაგეხმარება ძირითადი დაძაბულობების შემცირებაში, რაც ჩვენს ხერხემალს ასიმეტრიულს ხდის და პოზას აუარესებს. შეგიძლია აერჩიო ყველა ვარჯიშის შესრულება და გააუმჯობესო ხერხემლის ყველა ასპექტი. ან მხოლოდ შენი პოზისთვის საჭირო კონკრეტული ვარჯიშების გაკეთება. თუ გაქვს ჰიპერკიფოზი, არა, ჰიპერკიფოზი, ჰიპერლორდოზი, სკოლიოზი, რეტიფიკაცია, ერთი მხარი მეორეზე დაბალია, თავი გადახრილი აქვს. და რაც თავარია, ნახავ რომ არ არის საჭირო იყო გამხდარი, ახალდაზრდა ან კონდეს დიდი მოქნილობა, რომ ხერხემალი კარგად მოძრაობდეს. და დავიწყოთ იმ დაძაბულობით, რომელიც დღეს ყველაზე მეტად აზიანებს ჩვენს ხერხემალს. ეს არის ხერხემლის წინა ნაწილის დაძაბულობა. როცა ამ დაძაბულობას ვაგროვებთ ხერხემლის წინა ნაწილში, იქნება ეს იმის გამო, რომ დიდხანს ვზივართ, იქნება ეს ფიზიკური აქტივობის ნაკლებობის გამო, ან რომელიმე ორგანოს, ღვიძლის, კუჭის პრობლემის გამო, ხერხემლის წინა ნაწილში დაგროვილმა ამ დაძაბულობამ შეიძლება გამოიწვიოს წელის გამართვა. შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერკიფოზი, თითქოს უფრო მოხრილი ხდები. ან თავი წინ იწევს. ესეთ შემთხვევაში კისრის ნაწილი უფრო სწორი ხდება. იმისათვის, რომ ერთდროულად ყველა ეს პრობლემებმა გავაუმჯობესოთ და ამ დაძაბულობაზე ვიმოქმედოთ, ორ ვარჯიშს შევთავსებთ ერთმანეთს. დაიწყეთ ასე. დაწექით მუცლით ქვევით, იდაყვებზე დაეყრდენით და ისე მოეწყეთ, რომ თქვენთვის მაქსიმალურად კომფორტული და მოდუნებული იყოს. იმისთვის, რომ ეს გაწელვა კიდევ უფრო გავზარდოთ, გთხოვთ ორი დეტალი გაითვალისწინოთ. პირველი მათგანი სუნთქვა. ჩვენ ახლა სხვანაირად ვისუნთქებთ, რადგან დიაფრაგმა ამ დაძაბულობის შუაგულშია. ის მთავარი ნაწილია, საკვანძო ნაწილი, რადგან ის დაკავშირებულია ღვიძლთან და კუჭთან. და შინაგანი ორგანოები, ნაწლავები, ესე რომ ეს აუმჯობესებს როგორც კუნთოვან ნაწილს, ასევე შინაგანი ორგანოების დაძაბულობას. კარგი? ამ მოდუნებულ მდგომარეობაში თქვენ გააკეთებთ გაწელვის სუნთქვას. ამოისუნთქეთ უფრო დიდხანს. ამოისუნთქეთ, დაითვალეთ 3-მდე და ჩაისუნთქეთ 4-ს. დავაგეთოთ ერთხელ. მეორე პუნქტი, რაზეც უნდა მიაქციოთ ყურადღება, არის კისერი. ნუ იყურებით წინ, ღია ნიკაპით. ნიკაპი წინ მიმართული. დახარეთ თავი, მანამ სანამ არ გასწორბება ხერხემალთან. შეიტანეთ ნიკაპი შიბნით. თუ შეძლებთ ნიკაპის უკან შეწევას, მაშინ კი. გახსენით მკერდი, მიაფყარით მკერდი წინ. და აქ შეგიძლიათ ნაზად და ზედმეტი დატვირთვის გარეშე გაწელოთ მთელი ეს წინა ნაწილი ხერხემლისა, ისე რომ კისერი არ გადაიტვირთოს. ამას აკეთებთ მთელ ხერხემალს. ამავე დროს აქ დარჩებით 1-დან 3 წუთამდე და აი აქ არის ამ დაძაბულობის საიდუმლო. რადგან ზოგჯერ მისი გაუმჯობესება ასე რთულია, უმეტეს შემთხვევაში ეს დაძაბულობა ხერხემლის წინა ნაწილში ზემოდან ქვემოთ მოდის. ასე რომ ის იწყება აქ, ხერხემლის დასაწყისში, თავისა და ტისრის სახსრებში. მაშ, მეორე ვარჯიში სწორედ ამისთვისაა, ხო ასე? მიდბი კედელთან, სცადე მთელი ხერხემალი მიადო, იტყვი კი, აი ასე. შეიტანე ნიკაპი შიგნით და გამოიტანე გარეთ, ქვემოთ და ზემოთ იხურე. ისე რომ თავი კედლიდან არ აიღო. გაიგონებ როგორ ჭრიალებს თმა და თავი კედელზე ისმახება. გააკეთებ ამას ნელა, დაუჩქარებლად, იმდენად რამდენადაც შენთვის კომფორტულია. 30 წამიდან 1 წუთამდე და თუ ჭრიალებს, ეს ნორმალურია. ეს ჭრიალი ნიშნავს, რომ ჩვენ ვიწყებთ ამ სახსრების მოძრაობას, რომლებიც ზოგჯერ დაბლოკილი იყო, დაახლოებით ისე როგორც როცა თითს ქაჩავ და ზოგჯერ ჭრიალებს. შემდეგი დაძაბულობა, რაზეც ვიმუშავებთ, არის დაძაბულობა ხერხემლის უკანა მხარეს. გარდა იმ გავრცელებული ტკივილისა ზურგში, ეს დაძაბულობა შეიძლება გამოიწვიოს წელის ჰიპერლორდოზი, როცა ადამიანს ზუმბი გადაჭიმული აქვს, შეიძლება გამოიწვიოს გულმკერდის ხერხემლის გასწორება, ხოლო კისრის არეში იწვევს მრუბის გაზრდას, ანუ ჰიპერლორდოზს. და ის მოკლე კისერი, ის ადამიანი, რომელიც ბევრ დაძაბულობას აგროვებს და ხშირად აქვს დაძაბულობით გამოწვეული თავის ტკივილი, ხრიკი აქ არის ის, რომ უნდა გავიგოთ, რომ ეს დაძაბულობა ხშირად მოდის ფეხებიდან. ეს ასევე უკავშირდება იმ ადამიანებს, რომლებსაც კუნთები დაჭიმული აქვთ და უჭირთ ხელის მიწამდე მიწვდენა.
შენც ასეთი ხარ. დაწვევი კედელთან ახლოს, შეიძლება იყოს დივანი, მატრასი ან თუნდაც იატაკი. დადებ მაღალ ბალიშს, შეიძლება 2 ბალიშიც. მოაქციე ყურადღება, რომ უკვე ვიწყებთ გაჭიმვას. ვწევთ ხერხემლის უკანა ნაწილს, ერთ ფეხს გაწვდი და ქუსლს კედელზე დააკრდნო. მინდა რომ როცა ფეხს შენსკენ მოკაჩავ, თითებსაც შენსკენ მოკაჩავ. იგრძნო გაჭიმვა ფეხის უკანა მხარეს და არ იგრძნო ტკივილი, კარგი? თუ გეტკინა, ესე იგი ზედმეტად აჭერ, ესეთ შემთხვევაში ცოტა უფრო შორს გადადი. აი ნება მომეცი გაჩვენო აქ. ნახე? მე გავაკეთე ეს მოძრაობა, აი დოქტორ ალექსანდრე მოტა თუ გეტკინა, უფრო შორს აიწიე კედლისგან, რადგან ფეხი ავტომატურად უფრო დაბლა ჩამოდის, თითქოს ნაკლებად იწელება, კარგი? ჩემთვის უკეთესია, როცა უფრო ახლოს ვარ. საოცარი ამ პოზიციაში უნდა მოდუნდე და ფეხით ეს მოძრაობა გააკეთო. აი, თითები შენსკენ მოკაჩე, ფეხის წვერი კედელს მიადე. ეს მოძრაობა უნდა გააკეთო 60 ჯერ თითოეულ ფეხზე. არ არის საჭირო ერთდროულად 60-ვე გააკეთო. შეგიძლია მაგალითად 3 სერია 20-იანი გააკეთო, კარგი? არ იჩქარო, არ დაიძაბო. ისარგებლე ამ მოდუნებით. ნახე, როცა ფეხს გაჩავ, ხანდახან შიგნითაც კი იგრძნობ დაჭიმულობას. ზურგის სვეტი წელის არეში, მაგრამ როგორც კი მოდუნება მთელ ზურგის სვეტზეც ვრცელდება. ამ კუნთების მოდუნების დასასრულებლად და სახსრების ოდნავ გასაუმჯობესებლადაც, რაც გაღიზიანების ერთ-ერთი მიზეზია, ამას გააკეთებ აი ესე. დადგი ფეხზე, ხელები მოათავსე წელის სიმაღლეზე, წელის არეში. მათთვის ვინც არ იცის სად არის წელი, სასურველია თითები ერთმანეთს ეხებოდეს აქ, უკნიდან. ეხლა მუხლების მოხლის გარეშე უკან გადაიხრები, სანამ არ იგრძნობ იმ სასიამოვნო გაწელვას, როგორც გაწელვისას, რომ წინა მხარეს გაიწელოს. აი ასე. გაწელე იქამდე, სადამდე შეგიძლია და დარჩი ამ პოზაში 10 წამით, ეცადე გაათავისუფლო სხეული და ისუნთქო ძალიან ნელა, ძალიან მოდუნებულად. და 10 წამის შემდეგ უბრალოდ დაბრუნდი საწვევის პოზიციაში. გონია რომ ეს ვარჯიში უმნიშვნელოა. მაშინ გააკეთე და სცადე ისევ შეეხო იატაკს. მერე მომწერე კომენტარებში. ძალიან მომეწონა. ეხლა დროა რომ კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ. მოდი გადავიდეთ იმ დაძაბულობაზე, რომელიც ზურგს გვერდიდან გვერდზე კვეთს. ეს არის თავარი დაძაბულობა, რომელიც გვაიძულებს თავი გადახრილად ჰქონდეს, რასაც ხშირად მხოლოდ მაშინ ვამჩნევთ, როცა ფოტოს ვიღებთ. გონია რომ სწორად გახარ და ყველა სწორია, მაგრამ შენ გადახრილი ხარ. ეს იწვევს იმას, რომ ერთი მხარი მეორეზე დაბლაა. და სწორედ ეს იწვევს სკოლიოზს, ხერხემლის კისრის, გუნკერდის და წელის მონაკვეთებში. საიდუმლო აქ არის ის, რომ ნაზად გავაკეთოთ გაწელვა, რომ არ გადავტვირთოთ და მივცეთ თითოეულ ნაწილს თავის დროზე მოდუნების საშუალება. დაცექი გვერდზე და ფეხები ერთად მაქსიმალურად მოხარე, თითქოს მუხს მკერდისკენ მიიზიდავ, კარგი? გააკეთე ეს იმდენად, რამდენადაც შეგიძლია, მაგრამ ისე, რომ ტკივილი არ გამოიწვიოს, რა თქმა უნდა. ჩვენ ყოველთვის უნდა ვილაპარაკოთ. ამ პოზიციაში, როცა ვეღარ შეძლებ კიდე მოტანას, ან სანამ ტკივილი დაიწყება, გადაჯვარედინე თითები, დაადე მკერდზე და მიეცი ხელის წონას საშუალება, სხეული შემოატრიალოს. ეს არის ხელის წონა, რომელიც გააკეთებს გაწელვას, კარგი? უკვე გრძნობ, როგორ იჩიმება თეძოდან მხრამდე, ზურგის შუაგულში გადის. აქ თითოეული ადამიანი იგრძნობს, რომ სადღაც სხვადანაც დაჭიმულობა ან დაძაბულობა. ზოგი ადამიანი იგრძნობს, რომ თეძოსთან აქვს დაჭიმულობა, სხვები იგრძნობენ, რომ ხერხემალი აქვს დაბლოკილი, კიდევ სხვები კი ამ დაძაბულობას მხართან ახლოს იგრძნობენ. ეს ის იდეა. ნაზად აკეთებ გაწელვას. ყურადღებას აქცევს სუნთქვას. ცდილობ სხეულის თითოეული ნაწილი მოადუნო და თანდათან იგრძნობ, როგორ ქრება ეს დაძაბულობა. უბრალოდ მშვიდად ისუნთქე და სცადე, რომ კლავის წონამ გააკეთოს გაწელვა. ეს ძალიან სასიამოვნოა. ამას გააკეთებ 2-დან 3 წუთამდე თითოეულ მხარეს. როცა 3 წუთს დაასრულებ, ან 1 წუთს, როცა კმაყოფილი იქნები, უბრალოდ ბრუნდები, ფეხებს გარეთ აყენებ და ზუსტად იმავეს აკეთებ. უბრალოდ ეხლა მეორე მხარეს. მაგიას გავს, მაგრამ მაშინვე იგრძნობ, რომ ხერხემალი უფრო მსუბუქად იგრძნობა და შეძლებ უფრო ელეგანტურად იდგე დიდი ძალისხმევის გარეშე. მაგრამ რო კიდევ უფრო გააუმჯობესო, გარდა იმისა, რომ ამ ვარჯიშებს ყოველდღე აკეთებ, შეგიძლია თავიდან აიცილო, ის რომ ეს დაძაბულობა ისევ დაგიგროვდეს. ამ ვიდეოში მე გაჩვენე ბორწუთიან სერიას, რომელიც შეგიძლია ძილის წინ გააკეთო. ეს არა მხოლოდ დღის დაძაბულობას მომიხსნის, არამედ უკეთეს ძინსაც მოგცემს და შეიძლება დილას ტკივილის გარეშე გაიღვიძო.
თუ დღეს დაგეხმარე, არ დაგავიწყდეს. ეს ვიდეო გაუზიარო ვიმეს, ვისაც სჭირდება, ვისაც ტივილი აქვს, ვისაც პოზის გაუმჯობესება სჭირდება. მხოლოდ ამას გთხოვ. გაავრცელე ეს ვიდეო მათთან, ვისაც სჭირდება. მე აქ დაგემშვიდობები, დიდი მოკითხვა და მომავალ შეხვედრამდე.